სტუდიაში უკვე შემოგვერთდა სტუმარი ნიკოლოზ როინიშვილი. სალამი, მადლობა მოგზაურობისთვის. ბზობას გილოცავთ. მეც გილოცავთ ამ 7 სიხარულის მომტან დღესასწაულს. ჩვენი უწმინდესის გარდაცვალებამ ცოტა სევდიანი გახადა ეს დღეები, თუმცა იმედმა რომ კიდე ერთი ამ ქარტეხილის გავლილიდან ავსადგურში შესული შუქურა გამოგვიჩნდა უწმინდესის სახით, რომელიც კიდე ერთ გზამკვლევი გახდება ჩვენი სარწმუნოებრივი ცხოვრების. პირველი რაც ყველაზე მეტად პირადად მეყურს, მჭრის ყველა დღესასწაული არის ბრწყინვალე. დღესაც ძალიან ბევრგან ნახავთ, მოისმენთ, გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მოდი ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს, რომ ბრწყინვალე მხოლოდ აღდგომაა, ხომ ასეა? ხო, რაც შეეხება მაგ საკითხს, ბზობა არის იმ 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი, რომლებიც ასახავენ მაცხოვრის ამ ქვეყნიურ მოღვაწეობის, ანუ ადამიანთა გამოხსნის საფრთხოგანგებულების საკვანძო მომენტებს. და მათ შორის აღდგომა აღმატებული თავისი მნიშვნელობით და შესაბამისად ის ეპითეტი ბრწყინვალე მხოლოდ და მხოლოდ აღდგომის დღესასწაულს განეკუთვნება. თუმცა ეს არ აკნინებს, რა თქმა უნდა, ბზობის მნიშვნელობას, იმიტომ რომ აღდგომამდე უნდა გავიაროთ ის ეტაპები ზუსტად. სწორედ ბზობიდან იწყება მაცხოვრის დიდებით შესვლით იერუსალიმში იწყება უკვე ის ჯვარსახოვანი გზა, ნების კვირეული, რომელიც გვირგვინდება შემდეგ იმ ბრწყინვალე აღდგომით და შემდეგ ამაღლებით. აი რა შემდგომარეობს ბზობა? შესაძლებელია ჩვენმა მაყურებელმა ვინმე მარიცოდეს. ხო, რა უდევს საფუძვლად ამ დღესასწაულს? ბზობა იგივე ბაიაობა, ეს ხალხურად ვეძახით, ეკლესიურად ამას ქვია მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში, რომელზეც მოგვითხრობენ 4-ვე მახარებელი ახალი აღთქმისა და ასეთი ნარატივი არის სახარებისეული, რომ როდესაც უკვე ახლოვდება მაცხოვრის ჯვარცმის მომენტი, 6 თვით ადრე მისი ვნებისა, მაცხოვრი იწყებს აღსვლას იერუსალიმში პასექის დღესასწაულის საზეიმოდ თავის მოსწავლეებთან ერთად. მაცხოვარს უკვე გაცოცხლებული ყავს 4 დღის მკვდარი ლაზარე, მაცხოვრის ბრმად მოშობილი, განკურნებული, უამრავი მკურნება, უამრავი სასწაული აღსრულებული და რომაელთა უღელქვეშ მოქცეულ ებრაელებს უჩნდებათ ერთგვარი ცრუ მოლოდინი, რომ ეს მისი აღსვლა იერუსალიმში არის დაწყება მისი გამეფებისა პოლიტიკური თვალსაზრისით. უკვე ებრაელებში დაკარგული არის ის ხედვა, სულიერი ხედვა, რომელზეც წინასწარმეტყველები წინასწარმეტყველებდნენ მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში და უკვე ისინი მოელიან პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც გადააგდებს უღელს და თვითონ გაბატონდება სხვაზე. მაგრამ ამავისიც არის ხომ ქრისტეს შევიდა ვირზე ამხედრებული და აი ხომ მაგას გავაგრძელოთ ეს წყლობა, მოკლედ თუ გვაქვს საშუალება და ხალხი ხდება აღტაცებული, მარტო ის ხალხი კი არაო, ვინც იესოსაც იცნო, არამედ იესოს სანახავად მოსვლა, არამედ კუდრეთით აღდგარი ლაზარეც უნდა ნახო. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს გავარდა ხმა, რომ ესეთი რაღაც უამრავი შემსწრი ამ მოვლენის ამ სასწაულსა და ეს ხალხი შეკრებილია და ამ მოლოდინით სავსენი ადიდებენ მომავალ მეუფეს, იძახიან ოსანა მაღალთაში და კურთხეულას მომავალი მეუფე დიდება უფალს. დავითის ძე. დავითის ძეს მოიხსენებენ, 4-ვე მახარებელი სხვადასხვა კუთხით აღწევს და სრულ-სრულად ქმნის ამ მოვლენის. და შესაბამისად იქ ბავშვები ღაღადებენ და ფარისევლებს არ მოსწონთ ეს და რა ხდება, რატო არ აჩუმებ, მაცხოვარ პასუხობს ესენი რომ გაჩუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღაც. იმიტომ რომ შეუძლებელი იმის დაფარვა, რაც გაცხადდა იმ სასწაულებზე გაჩუმება, ფარისევლები ერთგან მახარებელი ამბობს, რომ შეხედეთო, ჩვენო ვერაფერს ვირგებთო და ნახე როგორი პოპულარული გახდა მაცხოვარი. ჩვენ კიდე ვერაფერს ვირგებთო და ერთ სიტყვით ერთგვარ შურში ამოყოფენ თავს და იწყებენ რაღაც მზაკრულ გეგმების დასახვას და მე იცი თქვენაც მოყვება ამ ყველაფერს და მაცხოვარი ავალებს მოსწავლეებს, რომ ერთ-ერთ დაბაში ახსენით ვირი და იქ კიცი, კარაულის, ანუ ვირის ჩოჩორი და აი ესე სიმდაბლით და მშვიდობით შედის იერუსალიმში. ეს ერთგვარი სახია და ალეგორია ზეციური იერუსალიმში შესვლისა, რომ ის მართლაც არის მეუფე ზეციურისაც და მიწიერისაც, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პალმებით დანაკისკუდი, ანუ ფინიკის პალმაა დანაკისკუდი, ხვდებიან აღტაცებული ეს მოსახლეობა
შეიძრაო იერუსალიმი, ანუ ესენ ხო შედიან ამ ჟივილხივილი და იერუსალიმის მოსახლეობა შეიძრა და ყველამ თავი მოიყარა რა ხდება ვინ არის და იესო ნაზარელი დიდი წინასწარმეტყველი მოდის, ჯერჯერობით არა აქვს აღქმა იმისა, რომ ეს განკაცებული ღმერთია, ნელ-ნელა ხდება ამ ცნობიერების ამაღლება, ხო ყველაფერს თავისი ეტაპები ჭირდება. და ეს რა ხდება და ეს შედის პალმებით ხდებიან. პალმა ვიცით რომ ტრიუმფის სიმბოლოა, ტრიუმფატორებს ხდებოდნენ პალმით, მაგრამ ეს არ შედის ცხენზე ამაღლებული და ამაყი რომაელივით, რომელმაც თქვა სადღაც აფრიკაში დაამარცხა. ლეგიონებით ხო რაღაც პროვინციელები დაამარცხა ბარბაროსები და შემოდის და ტრიუმფალურ თაღში უნდა გაივლის. არა, შვიდად ზის სახედარზე და მის ჩოჩორიც მოყვება აქ. გარკვეული ალეგორიაც არის, ეს ისტორიული თხრობა და თავისი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ წმინდა მამები აქ თავის სახის მეტყველებით განმარტებას გვაძლევენ, რომ ეს ახსნა, უდაბმულს ახსნის, რომ აი ესეც და ვირი და ჩოჩორი. ვირი მშვიდია უკვე დამორჩილებული არსება, რომელიც ებრაელები არიან, რომელიც საფთორჯულს დამორჩილებულნი იყვნენ უკვე ძველ აღთქმას და ჩოჩორი ჯერ კიდე გაუხედნავი წარმართია, რომელიც ჯერ არ არის შემოსული ამ მდგომარეობაში, ორივე ერთად გააერთიანა და ზედ მშვიდად დაბრძანდა და რისგან ახსნა ახლა ესე? იმ ცრუ წარმოდგენებისგან, კერპთაყვანისმცემლობისგან, სხვადასხვა არასწორი შეხედულებებისგან, ტვინის მახეებისგან ახსნა. ზეა საუბარი და შემდეგ დაბრძანდა უფალი მათზე. ანუ დაბრძანდა ჭეშმარიტება მათზე, სადაც იმიტომ რომ ცარიელ ადგილს არტოვებს. ან უფალ არ რჩება უпростоრად. ან უფალი იმკვიდრებს ცარიელ ადგილს, ან ისი მოწინააღმდეგე, ხო? და ჩვენი მოწინააღმდეგე საერთო ეშმაკი ცილის მწამებელი. და შესაბამისად უკვე რო გათავისუფლა ახსნილზე, უკვე დაბრძანდება ჭეშმარიტება, იმიტომ რომ მაცხოვარია გზა, სიცოცხლე და ჭეშმარიტება. და შედის ასე მშვიდად და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ადამიანები აი სრულ მოლოდინს რა ახლავს ხოლმე, ხო? რომელიც უკვე არასწორად აღიქვავენ, არასწორი მოლოდინებით ხვდებიან მას. ცოტა ხანში 6 დღეში ეგზალტირებულ ბრბოდ გადაიქცევა, რომელიც ოსანადან გადადის ჯვარსაცოს კვირილზე და ეს ძალიან გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ ყველაფერად წმინდა წერილში ხო სამოძღვრებლად დაიწერა. გავითვალისწინოთ. ჩვენ ყველაფერს გვითვალისწინებს და საშუალებას გვაძლევს რომ იმახეებს აუცდეთ. თუ ყურადღებით მოусმეთ სახარებას წმინდა მამებისეულ განმარტებებს ბევრ წყალქვეშა მეჩეთს ჩვენ ავერიდეთ. თუმცა რთულია ყველასთვის ამის გაგება, ხშირად ჩვენ რთულია, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა რომ ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, ხო? იმიტომ რომ ერთია ღმერთს მოყავს მაინც თავისთან ადამიანი, მაგრამ სასურველ პირების მოვალეობა რომ ჩვენ ვთქვათ, იმიტომ რომ სიტყვა თუ არ მიიტანე, ის მე ღმერთთან მოიყვანოს. ჩვენი დამხმარე ღმერთთან მისასვლელ გზაზე, რაც არ ვიცით თქვენ უნდა გაგვაგებინოთ. არა თიშეწევნი და წმინდა მამების დახმარება. მამა, ვაი თქვენ ბრძანეთ ახლა რომ იესო ქრისტეს ეგებობდნენ პალმის ტოტებით. საქართველოში მაინც იყენებთ ბზას და ნუ არ იზრდება. არეალიდან და არა მარტო მანდიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა გამოვლინება. კიდე რა მომენტი არის, ტანსაცმელს უფენენ. ხო. გარედან რაც გვაცვია, გარედან უფენენ, მაგრამ ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის გარეგანი ზოგჯერ ფარსად იქცევა თუ შინაგანი დაკარგვა. ანუ ესეც ერთგვარი არის. ტანსაცმელს უფენ, შენ გარეგნულად გამოხატა, მაგრამ შენ თუ შინაგანი არ მიაყოლე, არსი თუ დაუკარგე, ის გარეგნული ფარსად გადაიქცევა და კიდეც მოხდება ეგეთ რაღაცა და შესაბამისად, ესე იგი, როგორც კითხვას გავაგზავნე, პასუხს გავაგზავნებ, სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენთან ბზა მაგალითად ბაია კიდე რაღაც სისტემ სცენარები უსუსებიანი ის რო აქვს ხო სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სცენარით გამოხატავენ და ბზა შემთხვევით არ არის. ცდილობენ ყველგან ის მარადმწვანე იყოს ეს ტოტი, იმიტომ რომ უკვდავების სიმბოლო, მარადიულობის სიმბოლო, რაც მოიტანა ხო მაცხოვარმა. რაც დაგვიბრუნა უпростоრად, იმიტომ რომ ის ხო მეორე ადამიანია, პირველი ადამიანში დავეცით და მეორე ადამიანში ავდექით ხო და ეს სიცოცხლე დაგვიბრუნა ის რაც 64-ში გვერგვა. ზასთან დაკავშირებით ახლა ესეთ ძალიან მნიშვნელოვანია ეს, აი, იმიტომ თქვი მშვიდი სიხარულეო, კი ახტაცებული ეგებებოდნენ, ღრიანცელი იყო, აი, ყურის წამღები, ეს ხმაური, წარმოიდგინეთ ამდენი ბავშვები ოსანას ამბობენ, იქ ხალხი ახტაცებული რაღაც აშრიალებს ამ ტოტებს რაღაცა, მაგრამ მაცხოვარს ხო სამაგიეროდ მშვიდი სიხარული მოაქვს. ესეც ხო არ მოდის ესე იგი ექსპრესიი და ეს მშვიდად, მაგრამ სიხარულის მომტანი და ამიტომ ეს და ეს ბზაც ერთგვარი სიხარულის გამოხატულება, რომ შენ ხვდები ბზით
ანუ რომ იღებ ამ ყველაფერს და აი ჩვენი ოჯახი ქვია და ოჯახში შეგაქვს ამ ბზის სახით ის მადლი ერთი რომ გარეგნულად ლამაზი და ისეთი, მაგრამ ეს კარნახობს რომ ისა იმ მარადმწვანეობაში შენ დაინახო რომ შენ შანსი გაქვს ქრისტეში დაიბრუნო ის მარადიული სიცოცხლე რაც ისთვისაც გაგვაჩინა ღმერთმა საბოლოო ჯამში. აი თქვენ ოჯახი ახსენეთ და ბზა რომელიც ყველას მიაქვს ბზობას სახლში და ესეთი ტრადიცია უკვე ჩამოყალიბდა რომ შემდეგ ბზობაზე ერთი წლის თავზე ჩვენ ამ ძველ ბზას ვწვავთ. ეკოლოგიაზე ძალიან ბევრს საუბრობთ ბოლო წლებია და ხშირად მსმენი ალბათ თქვენს რომ მოდი არ ვიყიდოთ მოჭრილი ბზა, ჯობია რომ ქოთნით გქონდეს, რაც მარადიულია, მარადმწვანეა და ეს სიმბოლო სულ ჩვენთან იქნება. თუ ეთანხმებით თქვენ აი ამ მოსაზრებას, ან საიდან გაჩნდა ტრადიცია ბზის დაწვის ერთი წლის თავზე? საქმე ისაა რომ ყოველწლიური ციკლია, ხო, დღესასწაულების მეორდება და ხელმეორედ ვიხსენებ და ეს რა თქმა უნდა თან ჭკნება ეს ყველაფერი, აღარ არის გარეგნულადაც სიმბოლო და მიდიან და სუფთა ადგილზე წავენ. თუმცა ჯერ კიდევ უწმინდესმა მე მახსოვს იქ სამებაში რომ იქ ბაღი მოაწყვეს და დაიწყო გამწვანება, მე ბაღეობის ინსტიტუტი დაარსეს, იქ დაიწყო პირველი, როგორც მახსოვს, მე პირველი დაიწყო ქოთანში ბზების გამოყვანა, რომ უწმინდესის განზრახვა რა იყო, აი, რა ვიცი, ღმერთმა გვიცხონოს და მისი ლოცვით დაგვალაგოს ყველანაირად, ყველა იმას ეხებოდა ნიუანსებს, რომ რაც კარგი და უკეთესად წარმოგვეჩინდა და გაგვავითარებდა. რომ უწმინდეს მიზანი იყო, რომ არ გაჩანაგდეს ბუნება, იმიტომ რომ ბზა ხო ეს არა ენდემური ჯიშია თან კავკასიური ბზა და შესაბამისად ესე დაუდევარი მოპყრობა არ შეიძლება, ხო და პატრიარქის ის იყო რომ დაათესეთ, მოიყვანეთ, თუ ესეთ აი 7 და დამახასიათებელი ხმით ხო თქვენ თვითონ სახში გექნებათ ბზა და შესაბამისად ამას გამოეხმაურა ბევრი და ახლა მოწოდებებიც არის რომ ზოგმა გააშენა ბზა თქვა და იმ გასხლულს თქვა ნასხლავს თქვა ყიდიან ეკონომიკური ინტერესიც არის ახლა თავისთავად არის ცხადია ჩამოაქვთ ყიდიან და ოჯახში რაღაც ორი კაპიკი შეაქვთ მაგრამ აი მომხმარებლური იმათ რო არ იქცეს მიმართულება და რაღაცნაირად გაუფრთხილეთ ჩვენ ბუნებას მაინც ესეჯობია გააშენო შენი ნასხლავი მოიტანო ან ქოთაში აღზარდო და სულ გქონდეს ეს სიმბოლო ბზობის სიმბოლო, დიდებით შესვლის სიმბოლო იერუსალიმში და ერთი ამ ბზასთან ერთად კიდე ხო ცნებას ვიცავთ პირველს რაც 64-ში მოგვეცა გამრავლდით და უპატრონეთ. გამრავლდით და ეხლა უნდა უპატრონოთ ეს სამყარო საპატრონოთ მოგვეცა და მე თუ გავჩეხე, გავატიალე, ერთჯერადად გამოვიყენე, რა გამოვიდა ცნებას ვარღვე პირდაპირ უფლოს. მაგაზე არ მიფიქრე არა. უპატრონეთ ნიშნავს რომ დარგე მოიყვანე კულტივაცია გასულ მთელი ამბები ჭირდება. ჯერ ესეთი ადამიანად წარმოჩინდება ზუსტად ურთიერთობაში, როდესაც კულტივაციას ახდენს, ხო? აი პურს რო აწყობს და ღვინოს რო აყენებს, იქ ხო არის ყველაზე ადამიანი, იმიტომ რომ ეს არ არის პირდაპირ მოცემულობა. მთელი შემოქმედებითობა, შრომა ჩადებული ამაში და კიდეც ამიტომ არის აღებული პური და ღვინო ზიარების მასალა. ზუსტად. მასალა თუ სიმბოლური არ არის ჭეშმარიტად. სუფრიად გაოცებულია, იმიტომ რომ ჩემთვის ასე საინტერესოდ და ასე სერიოზულად არავის მოუწოდებია ეს ინფორმაცია. კიდე ძალიან საინტერესო, რომ მაცხოვარი რო შედის დიდებით იერუსალიმში, მე იქ ცნობილი ამბავია გამორეკავს მეკერმერებს იქიდან კაცრად მოიქცევა, აუყირავებს კერმას და რისხვას წარმოაჩენს ერთგვარს, რომ ეს დაუშვებელია, ეს სახლ-სალოცველი და თქვენ თქვა ავაზაკ და გიქცევიათ, ხო? სავაჭრო ბუნაგად აქციეთო ჩემი მამის სახლი, რომელსაც სალოცავად უნდა შემოვიდეს ადამიანი და ეს სიმბოლო გადმოდის კიდე რომ ადამიანის გულში შემოდის, გული როგორც იერუსალიმი, სადაც ჩვენ უნდა დავხვდეთ, ასე აღტაცებული, მაგრამ იმის სრუმოლოდინით კი არა, ნამდვილი მოლოდინით, რომელიც შემოვა გულში ესო და მოანგრევს იმ ვნებებს, იმ უჯერო მიდრეკილებებს, რამაც დაგვაკარგინა ჩვენ სახე როგორც ღვთის ხატისა. ჩვენ ღვთის ხატება ვარ და მსგავსებად მოწოდებული და ეს მსგავსებაში ხო გვიშლის ეს ჩვენი ვნებიანი მიდრეკილებები, არასწორი ხედვები. არასწორი ფორმალურად კი არა, აი ონტოლოგიურად არასწორი ხედვა, როდესაც შენ რაღაც დარღვეული გაქვს შენში რაღაც და მაცხოვარი ალაგებს იქ და თუმცა დღეს სამყარო ასეა მოწყობილი. ხო, აი მის ალეგორიაც არის და სახის მეტყველებაც, როგორც იერუსალიმში შედის, ასე უნდა შემოუშვათ ოჯახში, გულში,
რომ საბოლოოდ ჩვენ შევიდეთ ზეციურ იერუსალიმში და თუ მეფეს ვეძახით იესოს, მაშინ ჩვენ იმ სამეფოს კვიდრი ხო უნდა გავხდეთ. წესით კი. მანამდე უნდა შემოუშვათ მაშინ ჩვენში მაცხოვარი, როგორც იერუსალიმში შევიდა და ის დაალაგებს მე ყველაფერს. და ასე კი, იყოს. ოღონდ ეს შემბზით დახვედრა აღარ უნდა გვექცეს მე ჩვენი ქცევით ჯვარცმის სახით. ჯვარცაც ორ დღეში უდამ გაკიდა, შემდეგ ეს და ეს ყველაფერი. ერთი ძალიან არ ვიცი თუ გვაქვს დრო კი, გვაქვს დრო, რამდენიმე წუთი კიდე გვაქვს კი. ძალიან საინტერესო პასაჟია იქ, როდესაც ოჯახთან დაკავშირებით არის ძალიან საინტერესო პარალელი, როდესაც ბავშვები იძახიან ოსანა და ფარისევლები აჩვენებენ მას. ეხლა დავფიქრდეთ, მე მაგალითად პირადად ეს პრობლემა მიდგას და ის სწავლის პროცესში ვარ, ძალიან მეშლება ესეთი რაღაცეები და სულ ვცდილობ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე იქნებ დავძლიო. რამდენჯერ ოჯახში ბავშვი თავისი სუფთა და ხალისიანი სულით განწყობით, თელი თავის ექსპრესიით იძახის ოსანა და ჩვენი სოციალური ნიღბებით ვაჩვენებთ. რა წესია და თითქოს ვახშობთ, მაგრამ გავიწდება რომ ქვები აღაღადებიან ბავშვი რო გაჩვენდეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი უფროსისთვის ძალიან საგულისხმოა რომ დაფიქრდეთ ჩვენც ფარისეველი თუ არ ვიქცევით ჩვენ მომავალ თაობასთან დაკავშირებით, რომლებმაც ჯერ თუმცა ფორმები ვერ გამონახეს და ძიებაში არიან, მაგრამ სამაგიეროდ შინაარსებს უჭერენ მხარს, რომელიც არის ხიარული, სიკეთით სავსე, ლაღი, შემწყნარებლური და ასე შემდეგ. ხო და ამ დროს ჩვენ უკვე ზრდასრულები ჩვენი სოციალურ ნიღბებს ვყარათ, ჩაჭიდებულები თუ რამე სახეზე რომ მიკრული გვაქვს ისე რომ ვერ ავიგლიჯებთ. და ჩვენ თავის რეალიზაციას ვახდენთ ბავშვებზე ზეწოლით. ვახშობთ, როგორც ის ფარისევლები ახშობდნენ ბავშვებს და იძახდნენ, რა წესია გააჩუმე. მაცხოვარს ვეუბნებოდნენ, ნახე რა ამბობენ, გააჩუმე. და აი მე ვფიქრობ დასაფიქრებელია და ჩვენ ზრდასრულები, მშობლები უნდა დავფიქრდეთ, მე მეშლება ხშირად. მეც მეშლება არა. და აი სულ ყოველ იმაზე ვეჭიდავები ჩემ თავს, რომ მეც რო ეგრე მომქცეოდა დედა ჩემი, მაშინ ცოტა მშვიდი გარე მოიყო და ჩვენ ახლა ცოტა პანიკობთ რა, 1000-ის დაძაბული ის არის ხო და სულ მოკლეები გავხდით შვილებთან ურთიერთობაში და რა ვიცი, შემდობას ვითხოვ ამ ყველაფრისთვის და რამხელა დამაფიქრებელია, რომ ჩვენ აცადო ფორმა თვითონ მოძებნოს და მე ნუ ვახვევ თავს ჩემი იმას. პატრიარქიც ამბობდა, მასწავლებლებს ეუბნებოდა ხშირად, რომ ნუ უწერთ ბავშვს ნიშნებს და ნუ შეშვით ბავშვებს და ხო გეუბნებით, რომელ მიმართულებას არ შეხებია მისი კეთილი და მზრუნველი მზერა და თან ისეთი შორშტვრეტელი. ნამდვილად. მადლობა მამა ნიკოლას, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. მართლაც სხვანაირად დაგვანახეთ რაღაცები და სხვანაირად დაგვაფიქრეთ ყველაფერზე და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დახვედრაც ისეთი იყო რომ მადლობა. დაძაბულობა მომეხსნა და უგმესი მადლობა. რეკლამის დროა ჩვენ შემდეგ ბლოგში დავბრუნდებით და ყველაფერზე.